ხარაკი დიდი ღომში იცის აბსოლუტურად ყველამ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური საცხობი. ამბობენ, რომ ყველაზე გემრიელი კუბდარი აქ ცხება, თუმცა ჩვენ დასაგემოვნებლად ნამდვილად არ მოვსულვართ. ჩვენ ვართ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ობიექტზე. გამარჯობა. მერტო შემიჩალე, ქალბატონო მადონა, ეს რა ვიგენი ახლა შენ? არ შემოგიშო. ვაიმე. გამარჯობა. გამარჯობა. ძალიან ბევრმა ადამიანმა გთხოვა რომ ვნახოთ და ეს არის სვანური სამზარეულო. ნუ ნერვიულობთ, ნუ განიცდით. აბსოლუტურად არაფერს არ დაგიკარგავთ, რაც კარგი გაქვთ. მერტოს მაინც ძალიან მიყვარხარ და ისე ცოტა დავხუჭო. აი თვალები მერტო შეგიძლია. მე შეგარფი წიწკინა ქალბატონი და წიწკინა რატო? წიწკინა. წიწკინა ნიშნავს ძალიან სუფთა ქალბატონს. აა. თქვენ ვიდეოებს უყურებთ და შვილიშვილები, თაროები, ეგრე ყველაფერი და ისევ დარდობდი თქვენთან შეხვედრას. არა და მე ძალიან მიყვარს ეს ფაქტი. ვაიმე. ამოსოდეს არ გამოაჩ. შეიძლება მოგეხვიოთ, ძალიან საყვარელია. აი ამის მერე მითხარით, აი როგორ უნდა ავტეხო, ეს აქ რა შვება, არ ასაკეთებს. აი მითხარით, როდესაც ასე თბილად დაგხვდებიან. არი ნერვიულად, აბსოლუტურად არავისთვის არ დაგვიკარგია, აბსოლუტურად კარგი რაც აქვს, არის სვანური ფეჩი. კი, არის. იმიტომ რომ აი ამ სვანურ ფეჩში გამოდის მხოლოდ ესეთი გემრიელი კუბდარი. ნახეთ როგორი მოწესრიგებულია ფორმები. ნახეთ, აი ზუსტად მექანიკურ დამუშავებას და დასუფთავებას რო ვამბობ, ზუსტად აი ამას გულისხმობ, რომ პერიოდულად უნდა სუფთავდებოდეს და სუფთა უნდა იყოს. ტერიტორია არის ძალიან პატარა, ხორცი არის სულ დაკეპილი, ხო? აი, სულ დაჭრილი და რა. ხო, აი დაკეპილი ხორცით. კი, აი ხორცი ნახეთ როგორია. აი ხორცი არის საოცარი. ერთადერთი რასაც გთხოვთ, აი ხორცის მაგიდაზე არაფერი არ დააგდეთ. ნახეთ, შვილებს. დააგდეთ. დავაგდეთ, მეთქი რა არის. კარგით, მაშინ გეპატიებათ. დანარჩენი აი უჟანგავი მაგიდა არის ძალიან კარგი და სუფთა. აქაც გასქურა მოწესრიგებულია და მინდა. აი ნახეთ, მოწესრიგებ. ტყილა კანკალებთ, ტყილა გიკანკალებთ ხელები. ნახეთ როგორი კარია, საფუძვლიანი და აქვე ხვდება სვანური კოშკი. ეს რა თქმა უნდა დეკორაციაა და მე ეჭვი მაქვს რომ ანათებს, ალბათ სანათია. სვანეთის სურათებია, რეპროდუქციები, მთები, უჟბა ალბათ, კი ბატონო. ნახეთ რა სილამაზეა, ეს ალბათ უჟგულია. ვერ ვხედავ კარგად. მოკლედ, პატარა კაფეა, აი ესეთი ტყავის რბილი დივანია, სუფთა მაგიდებია ნამდვილად და ძალიან საინტერესო წიგნები აწყვია მაგიდებთან. დამაინტერესა რა წიგნია და მოდით გაჩვენებთ. ვისწავლოთ სვანური. მისი მალატ. ხედავ რომ აგერ ლექსებიც არის შაირი, ცხაო ქრისტეს ჩოთმა ზგრად, ალქორ იქორს მერდე მარე. რთული ენა, უნდა გითხრათ, მაგრამ თუ ხშირად ივლით ამ საცხობში, სვანურსაც ისწავლით. აბა რას ნიშნავს ხარაკი? იქნება ეს როგორც ლეგენდა, გადმოცემა, მითი ამბავი ამ მნიშვნელობით არის. დაახლოებით არაკის სვანური მნიშვნელობა არის. არაკი, ხო? ანუ თხზულება, რაღაცა ზღაპარი, ხო? გასაგები. ეს არის ალბათ სვანური მარილი, ხო? აი, განთქმული სვანური მარილი, აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ და აი ძალიან მომწონს უბრალოდ, მაგრამ ლამაზად გამოიყურება ეს დაფა, სადაც ცარცით ასორტიმენტია ასახული. ძალიან მომწონს, იმიტომ რომ განსხვავებულია, ყველგან ვერ იპოვით თქვენ სვანურ კუბდარს და აი თუნდაც იმ სახეობათა სიმრავლეა ნამდვილად და აი აქ არის დიდი ღომში აქვთ
მოსახლეობას იმის ფუფუნება, რომ შეიძინოს ნამდვილი სვანური პროდუქცია. მე მომწონს, ცნობილია ამ უბანში ეს ადგილი და აგერ ვხედავთ კიდე ერთი კურიერი შემოვიდა, სულ კურიერები შედიან, გამოდიან, ესე გატანით მუშაობენ საკმაოდ აქტიურად, მაგრამ ყველაზე ძალიან ალბათ მაინც მოვიხიბლეთ ბზარეულით, რომელმაც იტირა, რომ დაინახა მადონა, რამდენი ხანია მინდოდაო თქვენი გაცნობა, მერე ჩაიხუტა კიდევაც. და ალბათ არავის ესე არ გახარებია სახალხო კონტროლის მოსვლა, როგორც საცხობში ჰარაკი. გასკურა სუფთა არის, ფორმები ვთქვით, ქვაბები ნახეთ, როგორი სუფთა და გაპრიალებულია. შეხედეთ, კონდენსატი არ არის, მაგრამ მტვერი არის, ჩამოსაფერთხი არის, ხო? გთხოვთ, რომ აუცილებლად ჩამოფერთხეთ. თასებიც აი როგორ მოწესრიგებულია. ერთი თხოვნა მაქვს, აუცილებლად სასწრაფოდ გაიტანეთ ზედმეტი ნივთები არ უნდა იყოს სამზარეულოში, ხო? ყველი არის მოთავსებული მაცივარში. ნახეთ, აი ყველი გამშრალი ყველი არის მოთავსებული, ეს საყინულოშია ყველი. ყველა მაცივარი არის სუფთა და მოწესრიგებული. აი ეს არის კუბდარის ხორცი. ნახეთ, ეს როდინდელი გამზადებულია. აი ნახე, ამ წუთას ვაცხოვ. ამ წუთას მე ვიცი, როდისაა გამზადებული, ვუყურებ, რომ კიდე აი საკმას არა აქვს ფერი ნაცვლელი, ვუყურებ, რომ ახალია, უბრალოდ თქვენგან მინდოდა დასტური. იქ ყველი იყო და აქ სულგუნი არის. სულგუნს რაში ხმარობთ? ხაჭაპურებში ურებს ყველთან ერთად. შვილებს მიცავარცის ნახინდონია თავი. მერტო როგორ გიხდება სიცილიეს რა დამინა? ღმერთო, როგორ გიხდება სიცილიეს რა დავინახე, ანუ იმდენად დადებითია ქალბატონი, აი ნუ არ ვიცი რა. პრინციპში არც არაფერი არ არის, რაზეც შეიძლება შენიშნა მივცე, აი ყველაფერი მოწესრიგებულია, თქვენ თვითონ უყურებთ, მიხარია რომ ესეთი კარგი ობიექტი არის.